რა მაგარი პრობლემები გაქვთ ვერ ხვდებით და ძიძებზე საუბრობთ. მოიტყლარჭებით, მოკიდეთ თქვენ შვილებს ხელი და აღზარდეთ. ქალი რომ იმდენს ვერ იაზრებს, რომ შვილი მან უნდა აღზარდოს, კარგ დედად არ მიმაჩნია და ნუიტყლარჭებით მართლა. რა გითხრათ, ძალიან შევეცდები ისე ვიმეტყველო თქვენ რომ მოგეწონებათ, რაც შეეხება შვილების აღზრდას, დიდი სიამოვნებით ახლაც იგივეს ვაკეთებ, არ ვმუშაობ და შესაბამისად შემიძლია ჩემი შვილები მე თვითონ გავზარდო, თუმცა საქართველოში არსებული ხელფასების გათვალისწინებით ერთი ადამიანის შემოსავალი როგორც წესი არ ყოფნის სამი ბავშვის სრულფასოვან რჩენას და მათ აღზრდას. შესაბამისად, მშობლები იძულებულნი არიან თვითონ ორივე იმუშაოს, რომ ბავშვების საჭიროებები დააკმაყოფილონ. გარდა ამისა, არსებობს კიდევ ერთი პრობლემა, როდესაც გაქვს რამდენიმე წლიანი პროფესიული წყვეტა, ძალიან რთულია ისევ სამსახურის პოვნა და პროფესიაში დაბრუნება. ახლა არ გვყავს ძიძა, მე თვითონ ვუვლი ჩემს შვილებს, თუმცა ამის შესაძლებლობას მაძლევს ჩემი ემიგრანტი ქმარი, რომლის შემოსავალიც მეტნაკლებად ოჯახისთვის საკმარისია და ამიტომაც ჩემს შვილებს ვუვლი მე თვითონ. ყველაზე